ვერც ველაპარაკე ნორმალურად კობამ. და მირეკადა რომ მითხრა იმის მერე აღარ მახსოვს არაფერი. რაღაც მომენტებში გაბრიელის ტირილი მაგუწევდა. მისვინე. მარიამი აღარ ყავთ. შამაგიეროთ. შენ და ეკას ყავთ ერთმანეთი. ცირო ბავშვობაში. მე და ეკას უექში მოვედით ხოლმე ერთმანეთს. რომელს უფრო მეტად გვიყვარდა მარიამი, რომელს უფრო მეტ დროს ატარებდა. ეკა რომ მარიამისგან დაგიახლოვდა ვიცოდი, მაგრამ მაგდენი არ ვიცოდი. მარიამა გაგვერთია. ხოლო ეს ზუსტად მაგიტო უნდა იყოთ. შენ და ეკა ერთად და ერთმანეთს გადაატანოთ ეს ტკივილი. გოგო მე არ ვიცი ამ ტკივილს რანაირად გადავდა. შეიძლება არა. მაგრამ აი მარიამს ხო ენდომებოდა რომ შენ და ეკა ერთად ყოფილიყავით, ერთმანეთს დახმარებოდით, რომ უკეთ ყოფილიყავით. ხო ენდომებოდა. გაშმართა. აბა. სათხარ. მერე წავიდე. მანქანას მე გადავაყენებ, წავიდე. ხო, კი, სოლაქშია. აი აღმართ რომ მორჩები, მე ხელმარჯვნივ უნდა ავუხვიო რა. კი. რომ მიხოლოდ ხარი დათომ გამომგზავნა თქო. 35 ლიტრი გვეყოფა. აი, მეტი მადლობა. რამე შეხვალინეთ დახმარება. არა, დიდი მადლობა. რა საშინელებაზე გვიწევს ლაპარაკი. აბა. დიდი ერთხელ მეზია. მადლობა. რამე ხორცი? წყალი შეგიძლია? კი. საქართველოში რო ბრუნდებოდი, ერთადერთი რასაც ვნანობდი, ის იყო რომ 10 წელი ჩემი შვილის გარეშე ვიცხოვრე. და მხოლოდ დასამშვიდობებლად ვბრუნდებოდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მარის მოუწევდა ჩემთან დამშვიდობება. წასვლა. მაშინ მეგონა რომ ვკვდებოდი. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი სიცოცხლისთვის ებრძოლა. მე ვერაფერი ვერ შევძელი. არა, ნუ ამბობთ. მარიამ დარწმუნებული იქნებოდა, რომ თქვენ რო შეგძლებოდათ საკუთარ სიცოცხლესაც გაწირავდით მისთვის. არა, დათო, არა. მშობლები არ უნდა ესწრებოდნენ შვილების სიკვდილს. შეიძლება. არ შეიძლება. ვერც კი წარმომიდგენია რას გწნობთ ახლა. მაგრამ მარიამმა
ყველაზე საყვარელი თავისი სისხლი და ხორცი დაგიტოვოთ თქვენ. ესეთ კარგ ადამიანს გესმით? მოუკვდეს ბებო მაგას. ნუ ამბობთ ეგრე. თქვენ და კობა ეხა ძლიერები ჭირდებით ელენეს გესმით? კობაც ჩემი შვილია დათო. მაშინაც ჩემი შვილი იყო, როცა მარიამი დაშორდა. ეხლა ერთ შვილს გლოვობ, მეორე ხელიდან მეცლება არ ჭამს. რაფერს არ ეკარება, არ იძინებს. მარტო არ დაწავუქთო. მარტო არ დაწავუქთო. არა ხო იცით კობა ჩემი ძმა ყოველთვის მაგის გვერდით ვიქნები. შენ მართალი ხარ. ენენეს ყველა ვჭირდებით. მაგრამ მამა განსაკუთრებით მამა. დაეხმარე გთხოვ. დაეხმარე მარტო არ დაწავუქთო. ღვინოზე რა ხდება? აი კობა ეგეთ რაღაცებზე ნუ ნერვიულობ რა. მოგვარებული. ვერც აღვიღარ ჩერდები, ვერც ელენესთან ვერ წავედი. ტვინში ყველაფერი ერთად მიტრიალებს, რაღაცა ვიფიქრობ არ გავიგე. უნდა წახვიდე უეჯველი რა. მაგრამ ორი უკმა შეჭამი გეხვეწები, ეთერიც მაგაზე ნერვიულობს. შეიერია ბიჭო, ამ ხელაგზაზე მიდიხარ ბიჭო, რაღაცა მოგივიდეს. გეხვეწებ მაგას ნერვიულობ რა. ოხ, ყველაში მიდიხარ. გასაყარებლო კიდევ ერთხელ ისე. თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, კარგია? მადლობა, ალბათ ვაკეთებ. მე უნდა წავიდე დალის ბოშტენ ჩამენდისვლა. რას ზამწარნი ყოლე? დავჩები ცოტა ხან ეთერისთან. ვერჩერდები საერთოდ ჩიკო. ეს უსუად წავს. ჩიმ გაბწავიდა. ელენესთან წავა. ელენე მარიცის. ბიზიარკო. კეთი. ბიზიარ. დიდები წამოვუხა. ახსოვდა რომ ყველას ძალიან უყვარდა. მაგრამ მე თელი გზა ვფიქრობდი, რა აზრი ქონდა დიდებს, როცა მარიამი არ დახვდებოდა. ჩაეძინა ეთერის. ტელეგრამი არ უძინია თუ მოგუში. ეხლა უცა გაითიშა. საწყალი და კაი არ იქნება ძილში მაინც დაისვენოს. ძილში ალბათ მარიამ დაიფიქრებს. იცი მე ჯერა და
რაღაც დარწმუნებულიც ვარ, რომ გარდაცვლილის სულები აქ ჩვენთან არიან თავიდან. მე აღარ ვიცი ცირის სიმჯერე. ის ნამდვილად ვიცი, რომ 10 წლის ბავშვს არ უნდა უკვდებოდეს დედა. არ მომიდგენია ეხლა რას გრძნობს ელი. იცი რა არის ჩვენ მგონია, რომ ბავშვები ამ ასაკში ვერაფერს ვერ ხვდებიან. და ყველაზე მაგრა ეხლა გრძნობენ რა ხდება. შენ და მარიამიც ერთად გაიზარდეთ, ხო? მე მარიამი ეკა და ის გოგო კიდე ლივთან რო შეხვდა. რა მომიდა? ის მე მგონი ეხლაც აქ არის. და არ მახსოვს ეგ გოგო. ჩვენი კლასელი იყო. ძალიან ჭკვიანი გოგო იყო და მე 6 კლასიდან გადმოიყვანეს ჩვენთან. ანუ 1 წელი ჩაუთვალეს რა. და მე ძალიან ბევრს მიაღწია. ქორწილშიც არ მახსოვს. არ იყო ქორწილში, იმიტომ რომ რაღაც მაგას და მარიამს რაღაც მოუვიდათ, არ ვიცი და იმის მე აღარც მინდა ხავს. მე და ეკა მარიამის ამბავში მეგობრობდით, რა, ცალკე კონტაქტი არ ვქონია. პირველად გავიგე მარიამს ვინმესთან კონფლიქტი ქონოდა. არ ვიცი მართალი გითხრა მიზეზი, არ ვთქვას მარიამს და მეც მე აღარ მიკითხავს რა. იცი როგორ ვეჭვიანობდი, ახლა გამახსენდა რომ აი არ იცი რა ის ვაკეთებდი, იმიტომ რომ მითოდა რომ მარიამი მარტო ჩემი ყოფილიყო და ვერ ვიტანდი ამ კენტრიც. აი ძალიან ვეჭვიანობდი. რა თუნდა ვიყო მაგის გარშე. კიდე დავაშვდება და ჩაი გაკეთო. არა, კასპი, ეხლა ხო დიდი გოგო ვარ. მე უნდა მოვუარო ბავშვს, რაღაც კიდე სხვა ასწავლებლები. შენ დაჭები ხო? კი, აქ ვიქ. მადლობა. აი, ის სიმპათურა არ გწვენია. მარიამი მარტო ყობას ცოლი კი არის. ჩემი მეგობარიც. შენც. ანა, გასაღებ დაგივართ. ისე ამომივარდა რომ ვერც გავიგე საერთოდ. მადლობა. და სხვაო ვინც აქ ვართ, გონებით სხვაგან ვართ. არ მინდა წასვლა. თითქოს რო დავჩე რაღაც შეიცვლება. თან სახლში ბავშვი მეუდება. არ ვიცი. მისმის. ამდენი ხანია მარიამი არ მინახავს და დღეს რაღაც ყველაფერი ერთიანად გამახსენდა. მეც ეგრე ვარ მთელი დღე. გახსოვს მე შენ ეკა და მარიამი ავტოსტოპით სიღნაღში რო გავეპარეთ ჩატალოზე. კი. საიდან გაგახსენე? რაზე ვფიქრობდით მაშინ? კიდე კაი ის კეთილი მძღოლი მაინც შეგვდა.